სალამი ყველას რა. დღეს რანაირი დღე იყო იცი? არაფერი ისეთი არ ხდებოდა რა, ჩემთვის ვიყავი ძირითადად ფიქრებში რა და არც ლაპარაკი არ მიდიოდა არაფერი რა. ხო და გავხსენი ტელეფონი ავიღე რა და ჩემი რაღაცები, ჩემი დაწერილები 1-3 თუ 4 წელი წავიკითხე რა და დაახლოებით 1 წელი არ მქონდა წაკითხული რა, არაფერი და მაგრად გამისწორდა რა, რაღაცები მაგრად მომეწონა რა. ისე ბუკოვსკის აქ ნათქვამი, რომ მე ჩემ ნაწერებსო, ძველებს საერთოდ არ ვკითხულობო, სულ მინდა რომ ახალი დავწერო და რაღაცაო რა, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე გახსენება რა და მომინდა რომ სილვია პლატს რო აქ თავის ლექსებს რო კითხულობს და YouTube-ზე რო დევს ვიდეოები რა. რომ მეც რაღაცა ეს ჩემი რაღაცა დაწერილები წამეკითხა რა. ჩემი ლექსები არ არის, პატარ-პატარა ამბები არის, ერთმანეთში გადაბმული რა და მე სახელიც დავარქვი რა და მეთქი წავიკითხავ თქო რა და ცოტა გადახვევას გავაკეთებ, ის სახელწოდება რომ აქ დაწყებული რომ საუკეთესო წიგნები რაც წამიკითხავსო რა. ამას ჩავწერ წავიკითხავ, მე მგონი 1-40 გვერდამდე მაქვს რა დაწერილი, მე მგონი მარტივად დღესვე უნდა აიტვირთოს ყველაფერი, რასაც წავიკითხავ რა და მე ისევ გავაგრძელებ იმ წიგნებზე საუბარს რა და ამ ღვინოსაც დავასრულე. დღეს რანაირად ვარ იცი? თითქოს დაღლილი ვარ, მეძინება რაღაცა და ენერგია საერთოდ არ მაქვს რა, ეგრე ვიყავი დღეს რა. მოდი ცხოვრებით გაწამებულ ყველა ადამიანს გავუმარჯოს რა. დავიწყებ რა ეს. ამას დავარქვი კარგი დღეები და ცუდი დღეები და მე კი გაიგებ რატომაც რა. თითქოს მიხვედი იმ წერტილში, სადაც ყველაფერი განადგურდა აზრის მომცემი, რომელიც ამდენი გამოვლილი დღის, თვის თუ წლების შემდეგ გაძლევს განწყობას, ყველაფრის თავიდან დაწყების განწყობას, რომელიც ძილშივე მოგიწოდებს გაღვიძებას და შემდეგი დღის შეგებებას, მაგრამ სინამდვილეში ცხოვრება სწორედ რომ ამ ამბებში იწყება. ფსიქოანალიზის მამას, რომელიც სურათიდან გამჭოლი მზერი თითქოს ცდილობს შენი სულის და ცხოვრების ამოცნობას, ერთხელ თურმე უთქვამს, რომ ცხოვრების ყველაზე სასოწარკვეთილი მომენტები ერთხელაც ყველაზე ლამაზად მოგეჩვენება და განა მართალი არ იყო? და სინამდვილეში რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს სულიერი მკურნალი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათ ვიცნობთ ასეთებად, ვინც საუკუნოდ ჩაიბეჭდა უკვდავების ფურცლებზე, არა და რამდენი შეიძლება იყოს ასეთი, რომელთაც ჩვენ არც კი ვიცნობთ, რამდენი სიამე თუ უბედურება გამოუვლია ადამიანებს, რომელთაც ყურადღებასაც არავინ მიაქცევს. მინდა ეს ჩემი ნაბოდვარი მიუძღვნა ყველა სასოწარკვეთილ ადამიანს, რათა ისინიც ამ უბედურებების შემხედვარე კი არა გამოვლილი და მტვირთველი კაიხანი ვერც კი მოახერხებს ამის თუ სხვა რამის წაკითხვას, რადგან არსებობისთვის ბრძოლაშია თავით ფეხებამდე ჩაფლული, ვისთვისაც იმედის თუ სიხარულის პატარ-პატარა ნაპერწკლებს იმხედა ძალა აქვთ, რომ წმინდაზე წმინდაა მათი ცხოვრება და წიგნის კითხვა მათთვის უცხოა, რადგანაც ნამდვილ ცხოვრებას თვით ისინი ქმნიან. ერთი სულელი ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელსაც თავისი უზრუნველი ყოფა ვერ აუტანია, რომელიც მუდამ მარტოობისკენ მიილტვის, გეგონება ეს მდგომარეობაა მხოლოდ ღირებული თუ აზრის მომცემი და სულის ჩამდგმელი მისთვის. რა ვქნა? მე ასეთი გზების გამოვლა მომიწია, რომელთაც ამ შედეგებამდე მიმიყვანეს.
ოქტომბრის გრილ შუადღეს ჭიბეებში ხელებს ჩაწყობილი მზის სათვალითა და ნაჭრის მოგრძო ქურთუკით მიაბიჯებდა აგზაზე. ხალხი იმ დროისთვის ნაკლებად დაიარებოდა, თითქოს არც არავინ იყო მის გარდა. ნიავი საამოდ ახსენებდა თავს, საერთოდ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ასთვის. რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორ განწყობაზეც არ უნდა ყოფილიყო, ნიავის შეხება სახეზე ყველაფერს უარყოფდა და წამებით მაინც გადაიყვანდა იმ რეალობაში, რომლისთვისაც ბევრი სხვადასხვა ხელოვნურ საშუალებას მიმართავდა. მზის სითბო და სხივები, რომელთაც იმ დღეს მთელი ის ადგილები ისე გაეჟღინთა თავიანთი პატარა იმედის მომცემი განწყობით, როგორც კაიხნის თამბაქოს მწევლის ნაქირავები, ოთახის კედლები მის მოთეთრო მონაცრისფრო ძალისმომცემ კვამლს. მართლაც მოყვითალო მზის ფერმა და სითბომა ცხოვრების საუკეთესო მოგონებებში გადაისროლა, როდესაც სამყარო მისთვის ერთობ თბილი და კეთილგანწყობილი ეჩვენებოდა, როცა ცდილობდა, რომ ყველასთვის სიკეთით მიეწყო და როცა იმედი საერთოდ არ სჭირდებოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სწორ გზაზე იდგა და სამყაროს არს ჩასწვდომოდა. ჰორიზონტს გახედა და თოვლით დაფარული მთები დაინახა. ვა, ნახე, მოუთოვიატო, შეხედე, პროსტა რა ლამაზია, რა იდუმალია, თითქოს შენ აქ ხარ და იქ კიდე ასეული კილომეტრის იქით საერთოდ მაგარი სიცივე თოვლი და რა ბუნებაა. უეჭველი რაღაც დონეზე მაინც იმ ღვთაებრივი კუთხიდან წამოსულ ნიავს შევიგრძნობ. ამ ხალხს ვერ ვუმუღამებ რა, მერე რა თუ მდიდარი არ იქნები, ოჯახი არ გეყოლება და თუ ბევრიც არ გაგიცნობს. ვითომ ამისი შეგრძნება ცუდია, ან თუ ვინმე გამელაპარაკება რა. ჩემთვის შევინახავ და არ გაუზიარებ, ნეტა რა უნდათ, თითქოს ჩაწვდნენ რომ მთელ ამ ცხოვრების მისტერიებს და ჩემზე გული წყდებათ, რომ ასეთი სულელი და უაზრო ვარ. და ნეტა რა მოხდებოდა თუ ადამიანები ერთმანეთის მიმართ სულოდნავ უფრო კეთილნი ყოფილიყვნენ. ალბათ ეს პერიოდი გახდებოდა სამყაროს აღსასრულის დასაწყისი ჩვენთვის. გაახსენდა ასისტრო, როცა შეყვარებული იყო, გეგონება უკეთესი მომენტი არ არსებულა და არც იარსებებდა. გაახსენდა როცა მის სახეზე ნამდვილი უმტკივნეულო და ჭეშმარიტი ღიმილი ამოიკითხებოდა ხოლმე. ამის თუნდაც გახსენებაზე და შეეცადა გაეხსენებინა უფრო მძაფრად. Пасмурная погода, მოხუშული ამინდი. ვილუბიცე пасмурную погоду. Я нет, გიყვართ მოხუშული ამინდი, მე არა. თქვენ ალბათ მასეთ ამინდთან კარგი მოგონებები არ გაკავშირებთ და მაგიტო. თქვენ ალბათ მწერალი უნდა იყოთ ასეთ სიტყვებიდან გამომდინარე. რისი მწერალი ვიყავი, მაგრამ ამ ქალს მაშინ ამ სიტყვებმა რატომღაც მხიარულება შესწინა. მე კი ღრუბლიან წვიმიან და ქარიან ამინდში სულის დღე მახსენდებოდა, როცა უეცრად ავტობუსის გაჩერებაზე ის შემხვდა, ვისი დანახვაც კი ყველაფრის გარეშე ჩემ ღიმილს იწვევდა. მართლაც რა ნეტარება იყო ხოლმე მისი დანახვა, თან იმ ამინდში, როცა თამბაქოს მოთეთრო კვამლი ჰაერში ლამაზად იფანტებოდა. რა ნეტარება იყო, როცა მეც და ისიც უბრალოდ მთელი არსებით იმ აწმყოში ვიყავით ჩაფლული და ხვალინდელი თუ გუშინდელი დღეს საერთოდ არ არსებობდა. თითქოს აღარც კი მახსოვს, რაზე ვსაუბრობდით და ბოლოს მეტროს ვაგონიდან ის თავის გზას დაადგა და მე ჩემსას. საინტერესოა კი ეს გზები ნამდვილად ჩვენი არჩეული იყო თუ უბრალოდ მაინც უნდა დავშორებოდით ერთმანეთს. ისე ვიყავი შეყვარებული მასზე, რომ სხვა დღეს რომც არ მომსალმებოდა აღარ იყო სამწუხარო, ეს პატარა ბედნიერების გაქრთომაც მყოფნიდა, მაგრამ ისე მოიტანა შემთხვევამ, რომ თითქოს ჩემი მოგონებაც მასში ძლიერ დარჩა. აი ვიხსენებ ნელ-ნელა ჩემი იმდროინდელ ყოფას, ვიხსენებ, როცა ვთქვი, ერთი კაი მოგება უნდა მაგას და ჩვეულებრივ ვიყიდი ადამიანი. ვიხსენებ მის სიხარულით გაოცებული და ჩემი ბედნიერებით ახსავსე სახეს, როცა მოახერხე მაშინ ფულის მოგება და მისთვის იმ საჩუქრის გადაცემა. მახსოვს, როცა მხოლოდ ორნი ვიყავით იმ მომენტში და მე ჩანთიდან ხელება აკანკალებულმა მას ის ნივთი გადავეცი. მარადისობა იყო იმ მომენტში, სამყაროს მთელი ექსტაზი იყო იმ მომენტში და მახსოვს ასევე ჩემ ზურგს უკან მოლაპარაკე ხმები. ნახე, კაიფშია, იმენა ყლეა რა. და ჩემთან შეხვედრისას კი მთლად საპირისპიროდ გადმობრუნებული სიტყვები, სალამი, როგორ ხარ. ალბათ უფრო მეტი გულისხმიერება უნდა გამომეჩინა იმ გოგოს მიმართ, ალბათ უფრო ხშირად უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ მეგონა, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი უკვე კარგა ხელოვნური და ულამაზო შეიქმნებოდა. არა უშავს, იქნებ კიდევ შევხვდეთ სადმე მეტროში ან გაჩერებაზე, მომავალში. აი ასე ხანდახან მარტოობისას ცხოვრებაში ეს ბედნიერი მომენტებიც ამომივიდოდა და რა იცოდნენ ამაზე ჩემ გარშემო მყოფებმა. ალბათ არც არაფერი და მათთვისაც როგორც ბევრისთვის ერთი მოსულელო ადამიანი ვიყავი.
ალბათ ჩემი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრაც ლოგიკურ აზრს უმყარებდათ. ბოლო-ბოლო იმდენი მაინც შევძელი, რომ ხელებ და ფეხებ დაყმულმა საწოლზე სამჯერ ჩემი თავიხსენი თოკები. მეოთხედ ისე დავამბეს, რომ ვეღარ. მერე ნელ-ნელა დაუბრუნდი იმ უმუხამო და უკვე ნამდვილად სასოწარკვეთილ ცხოვრებას, რომელსაც რეალობა ჰქვია და საღიაზრი ამოძრავებს. დავიარებოდი ამ შენობის ფანჯრებგადარაზულ გრძელ დერეფანში და ვერაფერზე ვფიქრობდი. ის მაინც იყო კარგი, რომ ფანჯრიდან ამოსული მზისთვის შეგეძლო თვალი გაგესწორებინა ზოგჯერ. თითქოს ამის მერე ერთი თვალი საღი ჰქონდა, მეორე კი როგორც კატას ისეთი. დღეში სულ ცოტა 2 ნემს და 8 ცალ ტაბლეტს გასმევდნენ. მოსაწევ ოთახში კი ზევით კედელზე დიდი ასოებით ეწერა We are the people who rule the world. ეპოქას ქმნიან გიჟები. რამდენი ადამიანი დაიარებოდა ჩემსავით და სრულიად ნორმალური იყო, უბრალოდ ჩვენ ნორმალურობას სამყარო ვერ აღიქვამდა. ან შეგნებულად არ უნდოდა აღიქვათ, ან ვერ ხვდებოდი საერთოდ ცხოვრებაში გააღწევდი მაქედან თუ სამუდამოდ ჩარჩებოდი შიგნით. არადა რომ დაუკვირდე ხომ ღმერთმა ქნაცა და მიწა ცხოველები და ბოლოს ადამიანი განაწესა მათზე ბატონად. რა საჭირო იყო გზები, მანქანები, იარაღი თუ სხვა ამ და მსგავსი, უბრალოდ ეს ნამდვილად კარგად დავიწყებული ძველი იყო. ერთ შვენიერ დღესაც მეღირსა იქიდან გამოსვლა და დედა, მამა და ბებია სამივე ნამდვილად გახარებული იყო ამ ფაქტით. როცა ადამიანები ერთმანეთს ეჩვევიან, რა ხელოვნური და უაზრო ხდება მათი ურთიერთობა, ერთფეროვნება. ალბათ საჭიროა, რომ რაღაც დროის მონაკვეთებით მაინც დაშორდნენ ხოლმე ერთმანეთს, რომ ნამდვილად გაუხარდეთ ურთიერთობა და შეხვედრა. საბოლოოდ ერთი წელი წამლების სმა დამინიშნეს და ეს სულ ცოტა იყო. დადიოდი და გულიანად ვერაფერს აკეთებდი, თითქოს შენი არსებობა არ არსებობა სულ არაფრის მომცემი და უაზრო იყო. ერთი კარგი ადამიანი მახსენდებოდა ხოლმე, ისიც რაღაც დონეზე სასოწარკვეთილი, მაგრამ თუ გაიცნობდი, უმალვე მიხვდებოდი, რომ ამდენ სიცრუეში ნამდვილი ადამიანობა შეენარჩუნებინა, წუხ და შვილი ჰყავდა ცუდად. უთქვამს კიდეც, ეკლესიაშიც ვიყავი და მღვდელმა მითხრა საერთოდ რა საჭიროა ლიტერატურა შეეშვიო. ერთხელ კიდევ ვისხედით და შაქარი დამიდგინდაო, წუხდი და ამ უსამართლობისგან, იმ უსამართლობისგან, რომ ასეთ კარგებს უნდა დამართნოდათ ყველაფერი ცუდი. ერთხელ ისიც უთქვამს, 1-3 წელი ჩემი თავს მკვდრად აღვიქვამდიო, წუხდი, რომ თითქოს არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც სულ ცოტათი მაინც არ გაიზიარებდა მის მდგომარეობას. მახსოვდა ერთხელ როგორ შეხვდა ჩვენი მზერა და როგორ გამიღიმა და გახარებულმა როგორ შევაგებე მეც ღიმილი. ასე იყო, ვინც ფიქრობდა ადრე თუ გვიან ყველა სასოწარკვეთილებისკენ მიდიოდა. და რაოდენ საამო იყო ის მომენტი, როცა არაფერზე ფიქრობდი, უბრალოდ გზას მიუყვებოდი და უწევ ხვდებოდი, რომ ხანდახან ცხოვრება ისეთი კაი იყო, რომ არაფერი იყო სადარდებელი. მთელი ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ცხოვრება ასე თუ ისე აღარ მქონდა. თითქოს ვიღაცა მშვილდით ის არის ისროლა და სადღაც აერში ყველაფერი გაიყინა, ის არის იქ დარჩა. არც წინ მიდიოდა, აღარც უკან და დაბლაც არ ვარდებოდა. განაჩემით არ შევქმენი ეს მდგომარეობა. ალბათ ასეა, მაგრამ თითქოს მუდამ ვცდილობდი რამე მეკეთებინა. მთელი სამყარო იყო მორთულ-მოკაზმული, სხვადასხვა სიმბოლოებით, წარწერებით, შუქებითა და ნათებებით. რამდენჯერ წვიმისას ასფალტიანი ზედაპირი მოიხატებოდა ხოლმე წითელი და მწვანე შუქებით და შენ ამჩნევდი ამას და რამდენჯერ ღამით დაძინებისას მოხუჭავდი თვალს და 1000 აზრი თუ ფიქრი მოდიოდა. რომელშიც ისე გაებმებოდი, როგორც ობობის ქსელში, თითქოს ვერ აღწევდი თავს ამდენ სურათს. ბოლოს თუ გაგიმართლებდა ყველაფერი გაქრებოდა და ძილს მიეცემოდი. მიზანი. ეს მიზანი სხვათა შორის აშიშის კაიფში მაქვს დაწერილი და ეს ძალიან მიყვარს ის რა, მართლა რავი რა, მაგრად მიყვარს. ჩემი მიზანი იყო ერთი კონკრეტული კაზინოსთვის სპორტში მომეგო მისი მაქსიმალური მოგების გაცემა 100,000 ლარი. მერე 1 ლარი ჩამერიცხა სამკარდა ბურაში 1000-ზე ავსულიყავი, გამომეტანა მაგიდაზე დამედო. შემეხედა და მეთქვა, რომ ეს 1000 კი არა 1 ლარია, ან და 1000-ია თუ ერთი, ორივე ერთნაირი სისულელია. ერთი რკინის, მეორე ქაღალდის. რკინას ჯობს ქაღალდს, მყარი ადვილად არ განადგურდება. აი ქაღალდზე კი შეგიძლია კალმით ისეთი რამ გადმოსცე, რაც ნამდვილად ღირებულია. ამ ფიქრებით თანდათან რაღაც კრეატიულ აზრებამდე მივდიოდი.
რომელიმე მილიონერს რომ წაეკითხა ეს ჩემი ნაწერი, რომელმაც მთელი ქონება თვითონ სხვისი დახმარების გარეშე მოიპოვა თავს და უზოგავი შრომით, ალბათ სიზღის გზნობით განეწყობოდა ჩემს მიმართ. რა საკვირველია, მას ხომ თავისი მძიმე ბავშვობიდანვე უნდოდა ჰქონოდა ელემენტარული მინიმუმი, რომ მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. დროთა განმავლობაში მან ნელ-ნელა მიაღწია საწადელს, მოეწონა კიდეც თავისი შექმნილი, როგორც